დამზადებული ლაზერულ მჭრელს სამუშაოდ ჭირდება ორიდან ახაზები და პრინციპი რო აგიხსნათ, ანუ წარმოიდგინეთ რომ თქვენ ფურცელზე კიდევ წინ კიდევ ფურცელი გიჭირავთ ხელში კალამი და რასაც მოხაზავთ, ან ხელით რა ტრაექტორიას მისცემთ, ის რომ იჭრებოდეს. ხო, ან წარმოიდგინეთ რომ აქ რაღაც აი ესა ფურცელი, აქ მე ესეთი რაღაცა რო გავაკეთე, ამოვიღო და უკვე იჭრებოდეს რაღაც მატერიალი მქონდეს რა. ამ შემთხვევაში განადგარისთვის ჩვენი კალამი არის აი ეს. ფურცელი არის ეს და პროგრამულად რეალურად ეს არ არის, თუმცა სამუშაო არეალი ესა. პროგრამულად ჩვენ რასაც დავამუშავებთ და ნახაზში გავაკეთებთ, ხო? ტექსტი იქნება დაწერილი, რაღაცა ილუსტრაცია იქნება თუ რა იქნება. მე განადგარს მივცემთ დავალებად რომ აი მინდა ესა და ეს დამიკეთ როგორც სხვადასხვა მატერიალზე, მაგალითად ფანერაზე მუშაობს, ორგმინაზე, ტყავზე, შეგვიძლია სხვადასხვა მეტალებზე გრავირებაც. შუშაზე შეიძლება კი, შუშის ჭრა ახლა ეგრე არ ვიცია, მაგრამ ორგმინა არის, ორგანული მინა რაც აი აგერ უკან გვიდევს. ბევრი, კი, სხვადასხვა ფერები და სხვადასხვა სისქის მასალები. ესენიც რა კატეგორიაში გადის. ასევე შემიძლია გაჩვენოს. აი ეს ჭიქები რომელიც მოხდა გრავირება, ნუ ესენიც ატესტია რა თქმა უნდა. საკმაოდ ისეთი ზოგი დაზიანებულია, ზოგი აჭრილია, მაგრამ გრავირების განახსნილი. ამ მასალების გამოყენებით შეგვიძლია შექმნათ სხვადასხვა ტიპის რაღაცები. ბოდიში ესეთი არეული